გამოსარჩევი იყო, ყველა ფრაგმენტს განახებთ, თან ვისაუბრებთ, ბუნებრივია და ნახოთ თუ როგორ ითამაშე კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდი ხედავთ თეთრ ფორმით გამოვიდა ამჯერადაც მოედანზე საკმაოდ მობილიზებული იყო საქართველოს ნაკრები როგორც წინა შეხვედრაში და ამჯერად მეტოქე საფრანგეთი იყო არანაკლებ სუსტი გუნდი თუ არც ახლა შედარება ძნელია ალბათ როგორც გერმანიის ასევე მას თავისი დადებითი თვისებები ჰქონდა თავის დადებითი თვისებები აქვს ბუნებრივია საფრანგეთის ნაკრებს, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი. ჯერ ონგენგას მარცხენა ფრთიდან დარტყმული ვნახეთ, საკმაოდ აქტიური ფეხბურთელი იყო, მე-11 ნომერი, შემდეგ ჭეჭელაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიქია თაურით ურტყავდა, კუთხურის შემდეგ აცდა, მათაც ასევე თაურით უპასუხეს რამდენიმე წუთში, მაგრამ ასევე არ იყო. ზუსტია ეს კი პენალტი იყო, როდესაც ჯიქია წაიქცა საჯარიმოს გარეთ დაიწყო ეს ეპიზოდი დასრულდა საჯარიმოში საჯმა ავსტრიელმა არბიტრმა მიიჩნია რომ თამაშის წესის დარღვევა იყო და იყო ის საჯარიმოში და დანიშნა პენალტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხანდახან უნდა გავცდეთ რეალობას ის რაც ხდება და ჯობს ისე მივიღოთ ყველაფერი როგორც ეს მოხდა ძალიან კარგიც არის ხშირ შემთხვევაში ასეთი რამ პენალტი ძალიან კარგად დაარტყა ჭეჭელაშვილმა ოსტატურად შეიძლება ითქვას და გოლით გაიტანეს. ეს ყველაფერი იყო 29 წუთზე დაწინაურდა საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები და პირველი ტაიმი ჩვენ მოვიგეთ კიდეც. თუმცა მანამდე იყო რაღაც გარკვეული ეპიზოდები ტაიმის დასრულების შემდეგ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ შესვენებაზე, ეხაც ალბათ დასრულებით თქვენს ნახეთ, მეც ნახე ეს ეპიზოდები იყო, იქ რაღაც საეჭვო ეპიზოდები თამაშგარესთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ მიდიოდა. მეორე ტაიმიც ეს წილოსანი ვერ დაეწია ამ ბურთს, არადა კარგი ეპიზოდი იყო. ამის შემდეგ იყო ეპიზოდი ყველაზე სახიფათო ამ წუთისათვის, რაც კი შეიქმნა ჩვენ ნაკრებთან. დაკაბაძის შეცდომას მოყვა ეს ყველაფერი და ონგენგამ ძალიან კარგად ითამაშა. დაარტყა კიდევაც ჩვენი კარის მმართველობით, მაგრამ ძელს ხარიხას მოხდა ბურთი და გოლი არ გავიდა, გადავრჩით ამ ეპიზოდში. ამის შემდეგ იყო უკვე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებიც გააქტიურდნენ გარკვეული წუთები და იყო ეპიზოდები, როდესაც სულად ნამდვილად არ თამაშობდნენ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, საკმაოდ აქტიურობდნენ კიდევაც, ეს პაპუნაშვილის შორეული დარტყმა იყო. აქ ბურთი კარგი ტრაექტორიით წავიდა, აისხლიტა მოედანზე, მაგრამ მეკარემ ითამაშა ოსტატურად, არ იყო იოლიან ბურთის მოგერება, მაგრამ ფრანგთა მეკარე მიწვდა მაინც ამ ეპიზოდში ბურთს და განმუხტა სიტუაცია. შემდეგ იყო კუთხური, რომლის შედეგადაც გოლი გავიდა და კიდევ ერთხელ მე ჩემ აზრებში აბსოლუტურად სამართლიანად გააუქმო საჯმა ეს გოლი აქ არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ კარში არ იქნა ჩათვლილი, ეს არის თამაშგარე მდგომარეობა, როდესაც პასიური თამაშგარე მდგომარეობა გადადის აქტიურ ფაზაში და ფეხბურთელი, შემტევი ფეხბურთელი უშლის ხელს მეკარეს, რომელიც ძალიან ახლოს იყო მეკარესთან და აქედან გამომდინარე საჯმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გოლი არ ჩაითვალა ეს ეპიზოდი. თუმცა შეიძლებოდა ნებისმიერ სიტუაციაში საერთოდ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს ჩვენ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ დაასხავდა. ეს კი გოლი არის, ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ესეც არ ჩათვლილიყო, თუ რატომ აი მას თქვენთანაც ნახავთ. აი ამ დარტყმის შემდეგ საჯი წავიდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წესით საჯი ცენტრისკენ მიდის გოლის შემდეგ, მაგრამ იქ ერთ-ერთი ჩვენი ფეხბურთელი იყო წაქცეული და სწორედ ამ ეპიზოდის იმ ადამიანის სანახავად, ფეხბურთელის სანახავად წავიდა საჯი და აქედან გამომდინარე ალბათ ეს ჩემი დიდი სურვილი იყო რომ ეს გოლიც არ ჩათვლილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ იყო და სრული წესების დაცვით გავიდა გოლი 77 წუთზე და გათანაბრდა ანგარიში. ფრანგები ამის შემდეგაც აქტიურობდნენ. იყო იქ ერთი ეპიზოდი, როდესაც აი ეს ეპიზოდია თუ არ ვხდები, ადამიანი თამაშა კარგად ამ ეპიზოდში. ფრანგები ფლობდნენ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო მატჩი ეპიზოდები, როდესაც ჩვენი გუნდი ძალიან კარგად უტევდა. ის რომ მეორე ნომრად ითამაშებდა, აი ხა ადამიანის კარგი თამაში აღსანიშნავი, თავიდანვე ნათელი იყო, რომ მეორე ნომრად ითამაშებდა ჩვენი ნაკრები, ისევე როგორც გერმანიასთან. მე მაინც მეჩვენება, რომ გერმანიასთან ჩვენი გუნდი უფრო მობილიზებული იყო თითქოს და უფრო რაღაცა დამაჯერებელი იყო. არა უშავს, წინ კიდევ ერთი შეხვედრა არის, რომელშიც შეიძლება წარმატებით თამაში, აქ კიდევ ერთი დარტყმა ფრანგი ფეხბურთელებისა და მიზანს აცდა, არ იყო ცუდი ეპიზოდი და ბოლოს იყო ეპიზოდი, როდესაც ბოლო წუთზე უკვე საჯის მიერ კომპენსირებულ დროს დარციმელია შესაძლოა შემოსულ ფეხბურთელს ქონდა რაღაც გარკვეული, ხა ვერ ვიტყვი რომ ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს დასწდა, იქ შეეძლო კიდევაც გაეტანა, ამ პასი გაეკეთებინა, ან დაერტყა უფრო კარგად, მაგრამ არ გამოვიდა. ამის შემდეგ კი მატჩის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი იყო, როდესაც ლაშადვალმა ჩვენი ნაკრების ცენტრალურმა მცველმა
კარგად თამაშა და განმუხტა სიტუაცია. საერთო ჯამში შეფასება არის ასეთი, რომ ჩვენი ნაკრები თამაშობს, ჩვენი ნაკრებს შეუძლია თამაში, უბრალოდ სწორი მიმართულებით მიდის გუნდი და ასე თუ გაგრძელდა არაფერი არ არის გამორიცხული, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვიძახი და მე მგონი ძალიან ბევრჯერა იმის, რომ ჩვენ ფეხბურთელებს შეუძლიათ გარკვეული წარმატების მიღწევა. ამის შემდეგ უკვე მეორე ტაიმის თვალობისას უკვე დაწყებული იყო 1 საათის დაგვიანებით დაიწყო მეორე შეხვედრა.